მოგესალმებით ჩემო YouTube არხის გამომწერებო, დიდი ხანი არ შემოვსულ ვარ თქვენთან საჯარო გაშლით და მოდით მინი დიაგნოსტიკის საშუალებით ვნახოთ. ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში რა ხდება ახლა, რა ენერგიებშია ის. მოდით გადავწიოთ შირმა, რომელსაც ადამიანები საგულდაგულოდ დგამენ განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ სურს, რომ ამ შირმის იქით შეიჭრიტოს და ნახოს რეალურად რა ენერგიებში ადამიანი, რეალურად რა ხდება მის ცხოვრებაში. და ესეთი ზოგადი მიმოხილვით ვნახოთ ეს ყველაფერი, შეგიძლიათ დაიკმაყოფილოთ თქვენი ცნობის მოყარეობა, ასე რომ შემოუერთდით ამ საჯარო გაშლას და მე თქვენთვის ამ ინფორმაციას გავაშხერებ. უკვე წელზე მეტია შექმნილი მაქვს დახურულ ეზოთერიულ შემეცნებითი ჯგუფი მზის კარი, რომელიც არის Facebook სივრცეში, შეგიძლიათ მოიძიოთ. აუცილებელია რომ კითხვას გასცეთ პასუხი, რომელიც ამ დახურულ ჯგუფს აქვს, გაეცნოთ დეტალურად წესებს, რასაც კოდური ვიდეოთი ამ ჯგუფის ადმინისტრატორები და მოდერატორები აუცილებლად გაგაცნობენ და მხოლოდ უკვე ყველაფრის გაცნობის შემდგომ, ყველაფრის მიღების შემდგომ, რასაც დაეთანხმებით და როდესაც ეს თანხმობა იქნება ორმხრივი და წესები იქნება დაცული, რა თქმა უნდა თქვენ უკვე შეგიძლიათ ამ დახურული ჯგუფის სრულფასოვანი წევრი გახდეთ, რომელიც შეგახსენებთ უკვე წელიწადზე მეტია 1000-ზე მეტ ადამიანს მოიცავს. თუმცა აქვე გახსენებთ, რომ ეს არის ფასიანი დახურული ჯგუფი და თითოეული ადამიანისთვის ეს ჯგუფი არის ღია იქამდე, სადამდეც ადამიანს იქ ყოფნის სურვილი აქვს, თუმცა რა თქმა უნდა, იქ გაჟღერებული სწავლა რჩება ჯგუფში, მაშინაც კი, როდესაც თქვენ ამ ჯგუფის დატოვებას სხვადასხვა მიზეზების გამო გადაწყვეტთ. ეს ყველას ინდივიდუალური არჩევანია. მაშასადამე ახლა დაუბრუნდეთ საჯარო გაშლას თემით, რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის რეალობაში ახლა, რა ენერგიებშია ის. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ნებისმიერი ადამიანი, ვინც თქვენთვის ახლა ამ მომენტში საინტერესოა. ვარიანტი პირველი. რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის რეალობაში ახლა, ერთი წუთით. რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის რეალობაში ახლა, ვარიანტი 2 და ვარიანტი 3. რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის რეალობაში ახლა. დააკვირდით აი ამ თვალებს და რომელი თვალიც ყველაზე მეტად მიგიზიდავთ, ესე იგი ზუსტად იქ არის თქვენი ვარიანტი. გამოვიყენებ მინერალურ ქვებს. პირველი ვარიანტი ამეთვისტო გვაქვს. მეორე ვარიანტი ავენტურინი. მესამე ვარიანტი კი მთისფროლი. მაშასადამე დახუჭეთ თვალები, წარმოიდგინეთ და დაინახეთ ის ადამიანი, ვისთან დაკავშირებით ეს ინფორმაცია გაინტერესებთ და როდესაც თვალებს გახელთ, რომელი ვარიანტიც მიიზიდავს თქვენს მზერას, ესე იგი, რომელი მინერალიც დაგიძახებთ, ესე იგი, ზუსტად იქ არის თქვენთვის საინტერესო პასუხები. მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. პირველი ვარიანტი ამეთვისტო რა ენერგიებში ახლა ჩაფიქრებული ადამიანი. ხუთიანების პენტაკლები. ადამიანი ახლა არის კრიზისში, ადამიანს შესაძლებელია ქონდეს ახლა ესეთი პრობლემები, რომლიდანაც გამოსავალს ვერ პოულობს, არის იმედგაცრუებული, შესაძლებელია ეხებოდეს მის ფინანსებსაც, ადამიანი განიცდის ახლა ფინანსურ კრიზისს, მაგრამ მოდით დავეზუსტოთ ხუთიანების პენტაკლები. რას ეხება ხუთიანების პენტაკლები? ხმლების დედოფალი, კვერთხების მეფე. ის არის ორ ადამიანს შორის არსებული კონფლიქტი, არ აქვს მნიშვნელობა. ხმლების დედოფალი ჩაიფიქრეთ თუ კვერთხების მეფე. ყოველ შემთხვევაში, თუ მამაკაც ჩაიფიქრებთ, ქალთან აქვს გარკვეული სირთულეები ურთიერთობებში და თუ პირიქით, ესე იგი პირიქით, ხომ? იმიტომ რომ აქ ჩანს ორ ადამიანს შორის ძალიან ალესილი, ძალიან არაჯანსაღი სიტუაცია, თითქოს ერთი ადამიანი მეორეს ან ერთგულებაში არ არის მთლად დარწმუნებული, შესაძლებელია სხვათა შორის
აქ იყოს ესეთი რაღაც, როდესაც მესამე პირი ამ ორ ადამიანს შორის ხლართავდეს გარკვეულ ინტრიგებს, ხო? თითქოს აქ არის ტყუილი, აქ არის იმედგაცრუება, აქ არის ენერგია ესეთი ტრიალებს, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს აღარ ენდობა და ურთიერთობებში აღარ არის ჰარმონია. კიდევ რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში? ხო, როენების კვერთხები, კოშკი და სამართლიანობა. ადამიანმა დაიმსახურა ის ესეთი სწრაფად განვითარებული არის ეს მოვლენები, როენების კვერთხები ყოველთვის აჩვენებს რაღაცა ესეთ მოულოდნელ თან კოშკთან ერთად მოულოდნელი ტრაგედია, მოულოდნელი შოკი, მოულოდნელი ნგრევა იმ ურთიერთობებისა, იმ რეალობისა, რომლითაც ადამიანს სჯეროდა, სწამდა, სჯეროდა რომ ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც მას უნდოდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, აკონტროლებდა სიტუაციას ისე, როგორც მას ეგონა რომ აკონტროლებდა, მაგრამ რეალურად სიტუაციას ის აბსოლუტურად ვერ აკონტროლებდა და არ გამოურიცხავრა იყო ზურგს უკან ჩახლართული ინტრიგები, ტყუილები, ილუზიები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანს ეს ყველაფერი თავზე ჩამოემხო. პირველი ვარიანტი და არკან სამართლიანობასთან ერთად მაჩვენებს, რომ ადამიანთან ყველაფერთან ერთად არკანი სამსჯავროც გვაქვს, აჩვენებს ამას, რომ ეს არის აბსოლუტურად დამსახურებული პროცესები, ის რომ ადამიანი ახლა განიცდის ამ სტაგნაციას ყველა მხრიდან. ეს არ არის მხოლოდ ერთი სფერო. ეს არის ერთმანეთზე გადაბმული სფეროები, რომელიც საბოლოო ჯამში ერთ რაღაცა ძალიან დიდ და შოკურ და ტრაგიკულ და ნეგატიურ ფონს ქმნის. ამიტომ თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი ჩემოძვირფასო პირველო ვარიანტო ახლა არის ძალიან გაბრაზებული. თუ მამაკაცი ჩაიფიქრეთ, აქ არის მის სივრცეში და მის რეალობაში არის ძალიან გაღიზიანებული ქალი, რომელიც ფაქტიურად თავის წაცლით ემუქრება მას. არის ძალიან გაბრაზებული მის და თუ პირიქით ჩაიფიქრეთ, მამაკაცი ჩაიფიქრეთ, პროფესორ ქალი ჩაიფიქრეთ, გეტყვით რომ აქ მამაკაცი ან ერთგული არ არის, ან ყოველ შემთხვევაში ამ ქალს უცრუებს იმედებს ამ მამაკაცის ქმედებები, იმიტომ რომ ვერ აკონტროლებს ამ მამაკაცს, ხვდებით ხო, აი რაღაცნაირად ვერ არ არის ეს კონტროლი, ეს იმიტომ რომ ეს არის ეს ქალი, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანია კონტროლი, ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი კონდეს საკუთარი მეთვალყურეობის ქვეშ, მას მოსწონს და უყვარს ძალაუფლება, მაგრამ მეორე ადამიანიც მამაკაციც, რომლის ირგვლივაც ეს გაღიზიანება იგრძნობა, არანაკლებ ძალაუფლების და არანაკლებ ლიდერული თვისებების მატარებელია და ყველაფერთან ერთად საკმაოდ ესე იგი გაიძვერაც გახლავთ, იმიტომ რომ აშკარად მთლად სუფთა არ უნდა იყოს ამ ქალთან მიმართებაში, თუ ქალი ჩაიფიქრეთ. მოკლედ ნებისმიერ შემთხვევაში, ან მესამე ვარიანტი ეს არის, რომ ვიღაცა მესამე პირი არის ჩარეული ამ ორ ადამიანს შორის, ძალიან ცუდად და ერთმანეთს, მოდი ესე ვთქვათ, კიდებს ერთმანეთს, თუმცა ეს ვარიანტი ყველას არ ეხება. მთლიანობაში ეს არის კონფლიქტი ორ ადამიანს შორის და ეს არის ძალიან სწრაფად განვითარებული მოვლენები, ისეთი სწრაფად განვითარებული შოკური მოვლენები, რომ ადამიანი ფაქტიურად გამოსავალს ეძებს ამ რთული სიტუაციიდან, მაგრამ ჯერჯერობით ვერანაირ გამოსავალს ვერ პაულობს და გამშვიდობებით. პირველი ვარიანტი. ველოდებით თქვენს კომენტარებს, რა თქმა უნდა, და გადავედით მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა მწვანე ავანტიურინი, ნახოთ თქვენს ჩაფიქრებული ადამიანის რეალობაში რა ხდება ახლა. პენტაკლების დედოფალი, თუ ქალბატონი ჩაიფიქრეთ, აქ ქალბატონი პენტაკლების დედოფალს ვფიქრობ, რომ არაფერი ვთქვათ, უარყოფითი და ცუდი ახლა მის რეალობაში არ ხდება, უფრო მეტიც ეს არის ქალი, საკუთარ თავში, საკუთარ რესურსებში და ენერგიებში დარწმუნებული ქალი, რომელმაც იცის როგორ მართოს საკუთარი ფინანსური და არა მხოლოდ ფინანსური რეალობა. ხოთიჟორს ეს არის ქალი, რომელიც შესაძლებელია ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია გარკვეულ მაგიურ ცოდნასაც ფლობდეს, ხო? ანუ ფლობდეს მაგიურ ცოდნას თუ როგორ მოიზიდოს თავის რეალობაში ის ენერგიები, რომელიც მას სჭირდება.
თუ მამაკაცი ჩაიფიქრეთ, მაშინ გეტყვით, რომ ახლა ეს მამაკაცი და მისი ფიქრები არის კონკრეტული პენტაკლების დედოფლის სირგვლი. ეს შესაძლებელია თქვენც იყოს სხვათა შორის, შესაძლებელია სხვა ქალი იყოს, ნახოთ. ხო, და მისი ფიქრები არის სტაბილური, ძლიერი და ესეთი ენერგეტიკულად გამართული ქალის ირგვლივ ტრიალებს ახლა მისი ფიქრები და მისი ენერგიები. კარგით, ნახოთ. კიდევ რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის რეალობაში? მეორე ვარიანტი. აი ისევ კვერთხების მეფე ამოვიდა. კურუმი, სამიანების კვერთხები, სამიანების თასების დედოფალი, თასების რაინდი, პაჟი, კვერთხების და ცხრიანების პენტაკლები. ექვსიანების ხმლები. იცით რა არის ადამიანი, ახლა ვინც თქვენ აქ ჩაიფიქრეთ, ძალიან ბევრ ადამიანებში, ამოდი ასე ვთქვათ, ხომ? ეს არის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ მას აქვს ძალა, ენერგია, ცოდნა იმისა, რასაც ის ფლობს, რასაც ის აკეთებს. თუ აქ ქალბატონი ჩაიფიქრეთ, ამ ქალბატონის რეალობაში და ირგვლივ მე ვერ ვიტყვი, რომ რაიმე ცუდი ან უარყოფითი ხდება, პირიქით, ძალიან სულ ადამიანების გარემოცვაშია, სულ ადამიანები და ვერ ვიტყვი, რომ ადამიანები ნეგატიურად არიან განწყობილნი თქო ამ ადამიანის მიმართ, არავითარ შემთხვევაში. პირიქით, მათ ჩვენებს, რომ ადამიანი ზრდაშია, ადამიანი განვითარებაშია, ადამიანი ცხრიანების პენტაკლებშია და მათ ჩვენებს, რომ ხო რაღაცა პატარა კომფორტის ზონაზე. რას ხდება ექვსიანების ხმლები, მოდით ნახოთ. არა, კურუმი ქალი, სამიანების თასები. არაფერიც. ანუ ნახეთ, რისი თქმა მინდა, ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს აბსოლუტურად უყურებს ძალიან შემეცნებიდან. მე ტყუილად არ მითქვამს თავიდან, რომ ეს შესაძლებელი იყოს ქალი, რომელიც ფლობდეს რაღაცა გარკვეულ ცოდნას, ხო? მან მის გვერდით იყვნენ ისეთი ადამიანები, ვინც ფლობენ გარკვეულ ცოდნას, ოკულტურ, მაგიურ, ენერგოინფორმაციულ პროცესებს ვეხებით, ხო, აქ, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ინტენსიური არკანები ამოვიდა. კურუმი ქალი, სამიანების თასები, შესაძლოა რაღაცა ჯგუფი იყოს ადამიანების, ხო, რაღაცა თანამოაზრეები, რომლებიც ერთად საკმაოდ ჰარმონიულად გრძნობენ თავს, ხო? ნახეთ, ასევე ადამიანი შესაძლებელია რაღაცა პერიოდის განმავლობაში განიცდიდეს კომფორტის ზონიდან გამოსვლის მდგომარეობას, მაგრამ არც ეს კომფორტის ზონიდან გამოსვლა ადამიანს არ ანერვიულებს და არ აბრაზებს და არ ადარდებს, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელიც თითქოს და იმიტომ გამოდის ამ კომფორტის ზონიდან, რომ უფრო მეტი შეიმეცნოს, უფრო მეტი შეისწავლოს და უფრო მეტად გაიზარდოს. ხო, ანუ ნახეთ, ამ ყველაფერს არ უყურებს ტრაგიკულად, მაგრამ თუ აქ ჩაიფიქრეთ ქალი, თითქოს ეს არის ქალი, რომლისგან ილტვიან ადამიანები, ხო? ამ მომენტში ვერ ვიტყვი, რომ ადამიანი ცუდად არის, პირიქით, ადამიანი ძალიან კარგად, ძალიან ჰარმონიულად და უფრო მეტსაც ვიტყვი, ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს იქ, სადაც არის, მაგრამ თუ ახლა მამაკაცი ჩაიფიქრეთ, ხომ? ეს არის მამაკაცი, რომელიც ახლა მაქსიმალურად ბევრ ქალებთან ურთიერთობს, არ ვიცი, ადამიანებთან ურთიერთობს, სულ კომუნიკაციებში, სულ საუბრებში. ეს არის ადამიანი, რომელიც ეძებს მისთვის სასარგებლო და საჭირო კომუნიკაციებს, ხომ? ეს არ არის მხოლოდ ქალების ამბავი, ხო? ეს არის, ქალებთანაც ურთიერთობს, მაგრამ ეს არის ადამიანი, რომელიც ურთიერთობს მისთვის საჭირო ადამიანებთან, ხო, აგროვებს თითქოს რაღაცა ინფორმაციას, კომუნიკაციას იღებს, გამოცდილებას. თითქოს ადამიანი იმყოფება კომფორტულად იმ ადამიანების გარემოცვაში, კაცი იქნება ეს თუ ქალი, რომელიც მას ძალიან ავსებს, აბედნიერებს და ადამიანი ახლა მაქსიმალურად პოზიტივისკენ და მაქსიმალურად შემეცნების და განვითარების ენერგიებშია და თითქოს ადამიანმა რაღაცა რთული პერიოდი გადალახა და ეხლა რაღაცნაირად გამოდის მდგომარეობიდან. ხო, ადამიანი კომუნიცირებს, მიწერ-მოწერა არის, ურთიერთობებია და ადამიანი ამით საკმაოდ კმაყოფილია და ფრიად სიამოვნებს ის ენერგიები, რომელშიც ახლა ეს ადამიანი არის და თითქოს სხვა ადამიანები მას ეხმარებიან ამ ყველაფერში, ხო, რომ ეს ტონუსი ენერგეტიკული პოზიტივისა შეინარჩუნოს.
ამ ადამიანმა, ხო? ეს არის შემოძვირფასო მეორე ვარიანტო, ასე რომ მივიტყოდ, რომ ჩაფიქრებული ადამიანის რეალობაში ახლა ყველაფერი ვერ ვიტყვი, რომ თქვა ესე იდეალურად არის, მაგრამ არც ცუდად არ არის ნამდვილად. მესამე ვარიანტი, ვნახოთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანის რეალობაში რა ხდება ახლა. არკანის შეყვარებულები. ნახოთ, არკანის შეყვარებულებს საით მიყავთ მესამე ვარიანტი. ყოველ შემთხვევაში მისი ფიქრები, მისი გრძნობები, ემოციები, ენერგიები ახლა გარკვეული პარტნიორული ურთიერთობების ირგვლივ ტრიალებს შემოძვირფასო. კაცრავად, მეგობრებო, გაწყდა ვიდეო, ვაგრძელებ. ხო, არკანის შეყვარებულებზე შევჩერდით და როგორც გითხარით, მისი ფიქრები, ჩაფიქრებული ადამიანის და მისი ენერგიები ახლა ტრიალებს პარტნიორული ურთიერთობების ირგვლივ, შესაძლოა არჩევას აკეთებდეს ადამიანი კონკრეტულ ურთიერთობების მიმართულებით. მოდით ვნახოთ მესამე ვარიანტი. რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში ახლა? ხო გითხარით, არჩევანი ვერ გადაუწყვეტი არაქნას. რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში ახლა? რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში ახლა? ხო, გასაგებია. ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში ახლა ხდება ის შემოძვირფასებო, რომ ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში ახლა ის ხდება შემოძვირფასებო, რომ ადამიანის რეალობაში არის ძალიან ბევრი პასუხისმგებლობები, ხო? ძალიან ბევრი პასუხისმგებლობები, თუ გინდათ გეტყვით, აი სულ ახლო წარსულში მოხდა ის, რომ თითქოს ადამიანს ჰქონდა იმედი, რომ რაღაცა ახლიდან დაიწყებოდა, ახალი გზა იქნებოდა, ეს იგივე როგორც პარტნიორულ ურთიერთობებში, ასევე ზოგადად ცხოვრებაში რაღაც ახალ გზას დაადგებოდა, მაგრამ ახალი გზა ეგრევე მოუჭრა ათიანების ხმლებმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანს აქვს ესეთი განწყობა, რომ ჩემს გვერდით არავინ არ არის, მე მარტო ვარ, ჩემი არავის არ ესმის, ჩემი ემოციების არავის არ ესმის და შესაბამისად ადამიანი აჩვენებს გარშემო ადამიანებს სამყაროს, რომ ის არის გაბრაზებული ძლიერი ქალი. ან მამაკაცი არ აქვს მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში სქეს, რომელიც თავის, ნახეთ, ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან უნდა, რომ იყოს ღირებული, იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, ბრაზობს, როდესაც ვერ იღებს სოციუმისგან, ადამიანებისგან იმ აღიარებას, რომელიც მას უნდა, ხო? ანუ როლში არის თითქოს ადამიანი, ანუ იმაზე უფრო მეტს როლს განასახიერებს, ვიდრე რეალობაში არის. ანუ ცდილობს აიღოს შესაძლოა იმაზე მეტი პასუხისმგებლობები, ან გააჟღეროს ისეთი რაღაცები, რაც 10-დან 8 შეიძლება არ იცოდეს, 2 იცოდეს და 8 არ იცოდეს, მაგრამ აჟღერებს თითქოს და 10-დან 10-ს ერთი შეხედვით და თითქოს ადამიანებს აჯერებს, რომ მან 10-დან 10 იცის, ხვდებით ხო? მაგრამ ეს რეალურად ასე არ არის. ამიტომ მაჩვენებს, რომ თითქოს ადამიანს რამდენჯერაც უნდა, რომ რაღაც ახალი დაიწყოს, არ გამოსდის, იმიტომ რომ ეს ახალი მომენტალურად უჩერდება, ხო? და აი უკვე როგორ არის, იცით, აი ესეთი ფიქრები აქვს, რომ მე განსაკუთრებული ვარ, მე ესეთი ვარ, ამიტომ ჩემი გზა არის მარტოობის გზა, ხო? ხვდებით ხომ, განა ადამიანი ფიქრობს და თქვათ იაზრებს იმას, რომ მასშია გარკვეული პრობლემები, რომელიც უნდა მშვენი ერთ დღეს ალბათ დაფიქრდეს ამაზე და დაამუშავოს. არა, უბრალოდ უფრო მაინც სხვებისკენ ეძებს და სხვებისკენ იშვერს თითს, სხვაგან ეძებს პასუხებს თავის შეკითხვებზე,
თავის სიბრაზეებზე, მაგრამ არამცდარამ საკუთარი თავის მიმართ და ამიტომ სამყარო არ ახუნებინებს თავს ყოველჯერზე იმ სცენარში, რომელიც მას ასე ძალიან არ მოსწონს. თუმცა ამაშიც ცდილობს, რომ დააჯეროს საკუთარ თავს, დააჯეროს გარშემო ადამიანებს, რომ ის რადგან განსაკუთრებულია, ის რადგან აი ასეთია, განსხვავებული, ამიტომ მისი არ ესმით, ყველა მას ღალატობს. აი რაღაცა ესეთ იმაშია, ხო? ადამიანი რაღაცა თავის დრამა კინგობასა თუ დრამა ქვინობაში არის, მიხვდით ხომ? თითქოს ნახეთ, ილუზიები აქვს, რომ გადაჭრის ყველაფერს, შეძლებს ყველაფერს, ხო? ან რაღაცა ახალს დაიწყებს იმის გეგმით, რომ აი ეს აუცილებლად გამომივა, უცებ აღმოჩნდება, რომ ადამიანს ეს ყველაფერი არ გამოსდის, ხო? ნახეთ, როგორი რაღაც არის იმისთვის, რომ ადამიანმა დაამტკიცოს, რომ ის არის საჭირო ადამიანი, ხომ? ანუ მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური რესურსი და შესაძლებლობები არ აქვს ადამიანს, ცდილობს, რომ დემონსტრაციულად აჩვენოს სხვა ადამიანებს, რომ თითქოს ის ეხმარება, თითქოს მას ფინანსურად ყველაფერი კარგად აქვს, ხომ? თითქოს ის მზად არის ყველას დაეხმაროს, ამ დროს თვითონ არის დასახმარებელი, ხო? რაღაცა ესეთი ინფორმაცია წამოვიდა, ხო? აი ადამიანი ყველა მხრიდან ცდილობს, რომ ასეთი კარდიოგრამასავით არის, ხო? ერთი დღე არის, რომ თითქოს ნორმალურად არის და კარგად არის ამაღლებულ ხასიათზეა, მეორე დღეს არის, რომ ყველა და ყველაფერი ეჯავრება და ეზიზღება და სამყაროს მისი არ ესმის, ხომ? მთლიანობაში მე პირადად ისეთი შეგრძნება მეუფლება, რა ხდება ამ ადამიანის რეალობაში ახლა? ეს არის გაბრაზებული ადამიანი, საკუთარი ილუზიებისა და საკუთარი, ესე იგი, სიბრაზეების მსხვერპლი. საკუთარი ილუზიებისა და საკუთარი სიბრაზეების მსხვერპლი. ადამიანი უყურებს თავის ირგვლივ ადამიანებს, როგორ არიან კარგად, როგორ არიან ჰარმონიულად, ბედნიერად, გრძნობს, რომ მას ამის გაკეთება არ შეუძლია. აი ხვდებით ხო, აი რაღაცნაირად ადამიანი არის, რომელიც მუდმივად ცდილობს, რომ აჩვენოს სხვას, რომ ის არის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი, მაგრამ ამ დროს ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი არ მიდის კარგად, რა მოდი ასე ვთქვათ, ანუ თითქოს სოციალურ ქსელში, სოციუმში ადამიანებში სხვა რამეს დემონსტრირებს, მაგრამ შიგნით არის თუ ცოდნას დემონსტრირებს, უცოდინრობა, თუ ბევრ ფინანსებს დემონსტრირებს, რომ ყველაფერი კარგად არის და ოკეია, გეტყვით, რომ ადამიანს აქვს ფინანსური კრიზისი და არაფერი ოკეი არ არის, ხვდებით ხო? ანუ ამ დროს ეს არის ადამიანი კომპლექსებით სავსე, რომელიც შიგნით ახლა ამ მომენტში ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი ეჭვებითა და ძალიან ბევრი კომპლექსებით, ესე იგი, არის დატვირთული, ხვდებით ხომ? პარტნიორულ ურთიერთობებში არ არის ყველაფერი კარგად, რაღაც ახლიდან გვინდა დავიწყოთ, არ გამოგვდის და აი ამით ყოველ ჯერზე ადამიანი ცდილობს, რომ გაამართლოს საკუთარი თავი და დააჯეროს საკუთარ თავს ის ილუზია, რომ ის არის განსაკუთრებული, რომ მას ასეთი კარმა აქვს და ამიტომ მას ცხოვრებაში ასე არ უმართლებს. ხო და მე ვერ ვიტყვი, რომ ეხა ეს გუშინ და გუშინ წინ მოხდა და ხვალდაზე გარგანმევარდება, მიხვდით ხო? ეს არის ადამიანი თითქოს, რომელიც მუდმივად ამ ენერგიებში ტრიალებს. რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის რეალობაში ახლა? ცოტა მგონია, რომ ადამიანს ტვინში რაღაცა პრობლემები აქვს რა, ანუ არ არის მთლად, მისი ამბიციები არ არის ჯანსაღი, მისი ფიქრები არ არის ჯანსაღი და ხო აქ არის კიდევ ერთი მომენტი, მის ცხოვრებაში არის კონკრეტული ადამიანი, შეიძლება ოჯახის წევრი იყოს, რომელიც თითქოს რაღაც მომენტებში თავზე ამხობს აი ამ თავის ილუზიებს, ხო? ანუ აი ამ ადამიანის არსებობა აბრუნებს მას აი თავის რეალურ რელსებზე, რომელზედაც ის დგას. ანუ თითქოს ეს ადამიანი კიდევს ფეხებზე ხელს და დაბლა ეკაჩება და აჯენს მიწაზე რა და ამით
ახვედრებს, რომ შეიძლება ეს ადამიანი ხევიზეც ვსაუბრობ, ხო, ვინც ახვედრებს, რომ არასთუ ისე მაგარი ხარ, როგორც თავი გონია. მოკლედ ეს ადამიანი შეიძლება მას ზალით არ აკეთებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ანუ იმდენად გამყავს წყობილებიდან, იმდენად მის ნერვებზე მოქმედებს, რომ უცებ მთელი ეს ნიღბები, სოციალური წარმატებისა და ჯადოსნურობისა, რასაც ეს ადამიანი შესაძლებელია დემონსტრირებს, უბრალოდ ერთ მშვენიერ იმაში იფანტება რა, ერთ მშვენიერ მომენტში, ასე რომ ჩემო ძვირფასო YouTube არხის გამომწერება, ესეთი საინტერესო ინფორმაცია იყო თქვენთვის, ვისაც მოგეწონათ რა თქმა უნდა და მიიღეთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, თქვენი ლაიქები და კომენტარები, რა თქმა უნდა, ყოველთვის ძალიან სასიამოვნო და სასიამოვნოსთან ერთად დავიცოთ ბალანსი, ხო? უკუკავშირი არის აუცილებელი იმისთვის, რომ ენერგეტიკულად ყველაფერი წესრიგში გქონდეთ თქვენც და ყველა იმ ადამიანს, რა თქმა უნდა, ვინც აწი მოусმენს ინფორმაციას. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, შეხვედრამდე.